მოგესალმებით მეგობრებო სამტრედეიდან. მუდამ ზიანი დღეს არ გვაქვს, წვიმს სამწუხაროდ რამოდენიმე დღე არის. თუმცა განახებთ ამ ეტაპზე ჩემს შესრულებულ სამუშაოს. პირველ რიგში, როგორც ხედავთ, ძველებური ჩვენი ბაკი, რომელიც ზევით გამდიან ხოლმე, იმიტომ რომ წნევა მიეღოთ. მე თხოვე რომ გადაეკეთებინათ და თანამედროვე სიტუაცია შეექმნათ, მაგრამ არის სურვეს და დატოვეს ის როგორც არის. ეს რისი გაკეთება შეგვეძლო, გავაკეთეთ. ეს არის დამკეტი, ეს არის დამცლელი, აქ კიდე შემავალი ხაზები, რომელიც უკვე გარედან აღარ იქნება უშნოდ და იქნება სახში შემალული. ჩვენი შიდა სივრცე, ეს არის ჩვენ შემომავალი ცენტრალური ხაზი, რომელიც მიდის საკვებესთან, იქიდან ნაწილდება ყველაფერი, საკვებესაც აუცილებლად განახეთ. სამზარეულოს წერტილი, ჩვენი გათბობის სისტემა, რომელიც ორმაგად იზოლირებულია, რადგან ქვევიდან სისველი ამოდის. დანაკარგები რო არ მქონოდა, ამიტომ ასე შევფუთე ორმაგი დაცვით, რომ გქონდეს მეტი თბო ენერგია. ახლა განახებთ თქვენ საკვების დროებით გამზადებულ ვარიანტს. ამ ეტაპზე მაქსიმალურად ვეცადი რომ სისტემაში შემეშვა სუფთა წყალი. ეს არის ჩვენი ბაკიდან მომავალი წყალი. შემდეგ აყენია თვითროცხვადი ფილტრი, შემდგომ შედის მატორში, მატორიდან ნაწილდება ამ ფილტრში. შემდგომ შედის სისტემაში. ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა. გათბობის სისტემას ქვედა სართული ძირითადად კოლექტორზე აიწყო, დანარჩენი ზედა სართულები ვინაიდან და რადგანაც ძველია ბინა და ვერ ხერხდება კოლექტორების გამართვა, მოგვიწია დამატებითი ხაზების გაკეთება. რაც შეეხება სუშილკას. როგორც ხედავთ, სუშილკის ხაზების სუფთად კულტურულად გვაქვს ამოჭრილი, ისე რომ ზედმეტი დაზიანება არ იყოს, სუშილკა დადგება, მიეფარება ხუთი, არაფერი არ გამოჩნდება. ამ ეტაპზე სულ ეს იყო მეგობრებო. თუ ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდებით, აუცილებლად მომწერეთ და მიკავშირდით. ვეცდები ყველას გიპასუხოთ კითხვების შესაბამისად.